Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორია CSKO-ს მონაცემების საღამოს 6 საათისთვის დათვლილია 3721 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 98.91% შეადგენს. პროპორციულ არჩევნებში შედეგები ასეა გადანაწილებული. ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 54.94%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 40.33%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 2.4%, ლეიბორისტული პარტია 1.24%, ახალი მემარჯვენები 0.43%, ჯონდი ბაღათურია ქართული დასი კი 0.11%. ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ჩვენს კორესპონდენტ თამთა ჯანაძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. თამთა, ხომ არ შეცვლა მონაცემები ამ დროისთვის და როგორ ნაწილდება შედეგები მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის? დიახ, მაჟორიტარულ ოლქებზე ვითარება არის უცვლელი. ამ დროის მონაცემებით 38 ოლქში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხოლო 35 ოლქში პოზიციებს ინარჩუნებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა არ არის გამორიცხული ვითარება ოდნავ შეიცვალოს რამდენიმე ოლქზე, რადგან მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ეს არის მხოლოდ წინაწარი მონაცემები. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შესახვედრად დღეს იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიეცეს ნორმალურად მუშაობა საშუალება, ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციის უკაცრავად პარტიების რამდენიმე აქტივისტი ახორციელებს უშუალო ზეწოლას კომისიის წევრებზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს არის დაუშვებელი. თავი გზავნილი ძალიან მარტივია და ვფიქრობ ნებისმიერ ქართველს უნდა ესმოდეს, რომ CSKO-მ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ყველამ უნდა მისცეს CSKO-ს მისი მოვალეობების ბოლომდე შესრულების საშუალება. შედეგებთან დაკავშირებით არსებული კამათის და ასთა სხვადასხვაობის შემთხვევაში არსებობს კანონიერი გზა. ერთი საკითხი მინდა გამოვყო, რომ საქართველოს ძალიან კარგი იმიჯი შეიქმნა დემოკრატიის კუთხით. მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესში შენარჩუნდეს ის სიმშვიდე, რომელიც არსებობდა კენჭისყრის დროს. ჩვენ მოუწოდებთ საზოგადოებას შეინარჩუნონ სიმშვიდე, მისცენ ამ ინსტიტუციებს მშვიდად და შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. თუ ფიქრობთ, რომ რაღაცეები მცდარია, განაცხადეთ ეს და იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს უნდა იაროს ევროატლანტიკური სივრცისკენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 19 ოლქში არის პრობლემები, არსებობს დარღვევები და უფრო დეტალური ინფორმაცია ამ დარღვევებთან დაკავშირებით და უფრო დეტალური მონაცემები, სრული სურათი გვექნება დაახლოებით 19 საათისთვის.